მიმდინარე 2024 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სპორტული მიღწევების მხრივ წარმატებული აღმოჩნდა. ყავს არაერთი ადგილობრივი, საერთაშორისო და მსოფლიო პრიზიორი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქვეყნის, რეგიონისა და ჩვენი ქალაქის სახელი არაერთხელ გაჟღერდა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე. მიმდინარე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად ლომსაძის წარმატებულმა ასპარეზობამ და მოპოვებულმა მეორე ადგილმა ბოლნისი კიდევ ერთხელ ასახელა. სპორტის მიმართულებით საკმაოდ ისეთი ამაყები ვართ და მდიდრები ვართ რისთვისაც რა ვიცი მადლობა თვითონ სპორტსმენს და მადლობა ყველა ჩართულ მხარეს ვინც ხვალწობს და შრომობს ამისთვის. ყავს სხვადასხვა სპორტის მიმართულებით, სხვადასხვა კატეგორიის ჩემპიონები, პირველ ადგილოსნები, მეორე ადგილოსნები, მესამე ადგილოსნები, არ ვიცი ჩამოთვლაც ალბათ გამიჭირდება, იმიტომ რომ ვიღაცა არ გამომჩეს და ვიღაცა არ ვაწყენინოთ. ერთ-ერთი ვერძვიადი ლავჭიჩი მეორე ადგილის მფლობელია, აქვე უახლოეს წარსულში თავის ფლოჭიდაობაში ყავს საქართველოს ჩემპიონი გიგა და რავი მრავალი სხვა. წელს იყო პირველი ესეთი მასშტაბური დიდი შედეგი. აქამდეც ყოფილა რა თქმა უნდა მსგავსი ტურნირები, მაგრამ ამ წარმატებას მივახციეთ წელს. გასულ აგვისტოს თვეში ქალაქ მოლდოვაში, დედაქალაქში კიშინოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დავიკავე მეორე ადგილი დიდებში. ვარჩენა ხელით. ზვიად ლომსაძის გამარჯვება მსოფლიო მოქმედი პრიზიორის ტიტული დიდი შრომის შედეგია. ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო დიდ და ამბიციურ მიზნებს ჩაუყარა საფუძველი. მოქმედი პრიზიორი გვიყვება, რომ არა მერიის თანადგომა აღნიშნულ ჩემპიონატზე ასპარეზობა შეუძლებელი იქნებოდა. ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება მომიხერხდა მხოლოდ და მხოლოდ ბოლნისის თანადგომით და მისი დახმარებით. ლავჭიდი აქეთ ჩვენ მხარეს არსებობს, არის ვასახელებთ ჩვენ მხარეს და საომავლოთაც ასე გაგრძელდება და იცოდეს ყველამ. ცხოვრების ჯანსაღი სპორტული წესის პროპაგანდისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტის სახეობა ფუნქციონირებს. ამ მიმართულების სწორი მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი თაობების ჯანსაღი ფორმირებისთვის. მერიაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებული სპორტსმენებისთვის ფულადი წახალისების სხვადასხვა პროგრამები ფუნქციონირებს. მერია რა თქმა უნდა პოზიტიურად უყურებს ამ ყველაფერს და მიესალმება სპორტის წახალისებას და სპორტის მიმართულების ხელშეწყობას, მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავს და ვდებს და რა თქმა უნდა კიდევ ვფიქრობ როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, რომ დაკავდნენ სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიონ თავის ცხოვრების კრედოც და მეგზურად და შესაბამისად შედეგებსაც მიაღწიონ. იქ არის ფულადი წახალისებები, ერთჯერადი წახალისებები, სტიპენდიები და მაქსიმალური ხელშეწყობა როგორც შეგვიძლია, რომ ამ ადამიანებს, სპორტსმენებს და მომავალ თაობას ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრებით. მიმდინარე წელი იმითაცაა გამორჩეული, რომ გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე, რაც სპორტული მიღწევებისთვის კიდევ უფრო დიდი გარანტია. აღსანიშნავია, რომ ბოლნისში ყველა სპორტული სექცია არის სრულიად უფასო.